მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ესე იგი გერმანულ ენაში ჩვენ უნდა ვისწავლოთ რამდენიმე ზმნა და მე რა თქმა უნდა ამ ზმნებს გამოვიყენებთ წინადადებში. მოდით დავიწყოთ და ჯერ პირველ რიგში ვისწავლოთ ჩვენი დღევანდელი ზმნები. ესე იგი ჩვენი დღევანდელი პირველი ზმნა ეს არის besichtigen. Besichtigen. Besichtigen არის მონახულება, დათვალიერება. Besichtigen. შემდეგი ჩვენი ზმნა ეს არის steigen. Steigen. Steigen არის ასვლა. შემდეგი ჩვენი ზმნა ეს არის bekommen. Bekommen. Bekommen არის მიღება. შემდეგი ეს არის bleiben. Bleiben. ანუ დარჩენა. შემდეგი გვაქვს nehmen. Nehmen აღება. შემდეგი ზმნა ეს არის abgeben. Abgeben, abgeben, ეს არის მიცემა, მიწოდება, თხოვება და ბოლო ჩვენი ზმნა ეს არის ausfüllen. Ausfüllen, ანუ შევსება. ესე იგი, besichtigen. Besichtigen, მონახულება, დათვალიერება. შემდეგი ეს არის steigen. Steigen, ასვლა. Bekommen. Bekommen, მიღება. Bleiben. Bleiben, დარჩენა. შემდეგი რა ვქონდათ? Nehmen. Nehmen, აღება. Abgeben. Abgeben, მიცემა, მიწოდება, თხოვება და ausfüllen. Ausfüllen, შევსება. კარგით, ნახეთ. ახლა წავიკითხავ წინადადებებს. ნახეთ, პირველი ჩვენი წინადადება ასეთია. Kann man den Dom auch am Abend besichtigen? Kann man den Dom, der Dom არის ტაძარი. Kann man, ანუ შეიძლება den Dom, ტაძარი, auch, ასევე, am Abend, საღამოს, ან საღამოსაც, აი ასეთ, auch am Abend, საღამოსაც, besichtigen. მოვინახულოთ. ანუ ტაძრის საღამოსაც მონახულება შეიძლება, დათვალიერება შეიძლება. Kann man den Dom auch am Abend besichtigen? Besichtigen ხომ არის მონახულება, დათვალიერება. და ის ზმნა გვაქვს გამოყენებული. Kann man den Dom auch am Abend besichtigen? ანუ შეიძლება ტაძრის საღამოსაც უფრო სწორად შეიძლება ტაძრის საღამოსაც მონახულება, საღამოსაც დათვალიერება. შემდეგი ჩვენი წინადადება ეს ასეთია. Wann kann man auf den Turm steigen? Wann kann man, ან როდის შეიძლება, wann არის როდის. Wann kann man auf den Turm, კოშკზე. Auf den Turm ნიშნავს კოშკზე. Steigen ასვლა. ანუ როდის შეიძლება კოშკზე ასვლა? Wann kann man auf den Turm steigen? როდის შეიძლება კოშკზე ასვლა? შემდეგი ჩვენი წინადადება. Ich habe ein Geschenk von ihr bekommen. Ich habe bekommen ნიშნავს მე მივიღე. ეს უკვე არის წარსული. Ich habe bekommen, მე მივიღე. ნახეთ, ich habe ein Geschenk, ein Geschenk, ანუ საჩუქარი. Ein Geschenk, საჩუქარი, von ihr, მისგან, von ihr, მისგან, bekommen. ესე იგი, მე მისგან საჩუქარი მივიღე. Ich habe ein Geschenk von ihr bekommen. ესე, ein Geschenk არის საჩუქარი. და von ihr ნიშნავს მისგან. შემდეგი ჩვენი წინადადება. Ich möchte bis Mittwoch bleiben. Ich möchte bis Mittwoch bleiben. ანუ მე მსურს, მე მინდა 4 შაბათამდე დარჩენა. Ich möchte ნიშნავს მე მსურს. Bleiben არის დარჩენა, რომელიც ჩვენ წეღან ვისწავლეთ. და bis Mittwoch ნიშნავს 4 შაბათამდე. Mittwoch არის 4 შაბათი. ესე იგი, ich möchte bis Mittwoch bleiben. მე მსურს 4 შაბათამდე დარჩენა. Bleiben, ნახეთ, მოდით ახლა bleiben ხომ არის დარჩენა.
მოდით ამ ზმნის უღლებაც ვისწავლოთ. თუ როგორ იქნება გერმანულად მე ვრჩები, შენ ვრჩები და ასე შემდეგ. ანუ ახლანდელ დროში ვისწავლოთ ამის უღლება. ესე იგი, მე ვრჩები. Ich bleibe. Ich bleibe. შენ ვრჩები. Du bleibst. Du bleibst. ის რჩება. Er, sie, es bleibt. Er მამრობითი სქესია. Sie მდედრობითი. Es საშუალო. Er, sie, es bleibt. ანუ ის რჩება. მერე. Wir bleiben. Wir bleiben. ჩვენ ვრჩებით. Ihr bleibt. Ihr bleibt. თქვენ ვრჩებით. Sie bleiben. Sie bleiben. ისინი რჩებიან. ასევე გვაქვს თავაზიანი ფორმა. თქვენობითი ფორმა, ხო? თქვენ რჩებით, ესეც არის Sie bleiben. ესე იგი, ich bleibe, du bleibst, er, sie, es bleibt, wir bleiben, ihr bleibt, sie bleiben. აი ეს იყო ჩვენი ზმნა bleiben, ანუ დარჩენა. კარგით, შემდეგი წინადადება წავიკითხოთ. Ich möchte das Zimmer nicht nehmen. ნახეთ, ეს უკვე არის უარყოფითი წინადადება, რადგან წინადადებაში გვაქვს nicht გამოყენებული. Ich möchte das Zimmer nicht nehmen. ანუ მე არ მსურს ამ ოთახის აღება. Nehmen ხომ არის აღება. ამ შემთხვევაში nicht nehmen, ანუ არ მსურს აღება. Das Zimmer არის ოთახი. Das Zimmer არის ოთახი. Ich möchte das Zimmer nicht nehmen. მე ამ ოთახის აღება არ მინდა, არ მსურს. შემდეგი ჩვენი წინადადება, ich muss den Ausweis abgeben. Ich muss den Ausweis abgeben. ანუ მე უნდა მივცე, უნდა მივაწოდო, უნდა ვათხოვო პირადობა. Ausweis არის პირადობა. და abgeben წეგან ჩვენ ვისწავლეთ, რომ ეს არის მიცემა, მიწოდება, თხოვება. Ich muss abgeben. ანუ მე უნდა მივაწოდო, უნდა ვათხოვო. Ausweis პირადობა. Ich muss den Ausweis abgeben. ანუ მე პირადობა უნდა ვათხოვო. შემდეგი წინადადება, ich muss ein Formular ausfüllen. Ich muss ein Formular ausfüllen. ენადავება. მე უნდა შევავსო ფორმა. ნახეთ, formula არის ფორმა. Formula არის ფორმა. Ausfüllen ეს არის შევსება, რომელიც წეგან ჩვენ ვისწავლეთ. Ausfüllen შევსება. ნახეთ, ich muss ein Formular ausfüllen, ანუ მე უნდა შევავსო ფორმა. Ich muss ausfüllen ნიშნავს მე უნდა შევავსო.